მეგატივმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს ქართული ოცნებიდან ასევე კითხა თუ რას ფიქრობენ ისინი კორუფციის ბრალდებით მათი თანაპარტიელების სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირების დაკავებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, მაგრამ ქართული ოცნება მართველი გუნდი რო არის, იმას არ ნიშნავს, რომ იმის დანაშაული ეპატიოს. კანონი არის ყველასთვის ერთი ქვეყანაში. არ დაწერილა განსაკუთრებულად ქართული ოცნების და ნაციონალებისთვის ცალ-ცალკე კანონი. კანონი არის ერთი და კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. ამიტომ ზუსტად ესეც არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი პარტია არის პოლიტიკურად ჯანსაღი და დემოკრატიული პარტია. თუმცა რას ეკუთვნის იმაზე, რომ ამდენი წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ჩაფლული იყო კორუფციაში თავისი მაღალჩინოს. ნამდვილად არ ყოფილა ჩაფლული კორუფციაში, როცა გამოვლინდა ეს ფაქტები, ყველამ ნახა, რომ ამ ფაქტების წინააღმდეგ აღძრულია სამართლიანად საქმე და დაველოდოთ, რა თქმა უნდა, კიდევ თუ ვინმე დააშავებს ჩემი ხელმძღვანელობით, თუ ეხა უბრალო ჯარისკაცი ვარ, ეხლა თქვა უბრალო წარმომადგენელი, ამიტომ არავინ არ უნდა იფიქროს ქვეყანაში ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ბიუჯეტში ხელის ფათვი. მიმდინარეობს პროცესი, იქნება მერე გასაჩივრება, იქნება შემდგომი პროცესები და ბოლოში უკვე დადგება სურათი და აი ბოლოში დადგება სურათი, მე უფრო კომპეტენტურად გეტყვით, უფრო ცვლად გეტყვით ყველაფერს, მაგრამ დღესდღეობით შემიძლია გითხრათ ერთი რამე, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ვალდებული ჩვენ წინაშე არაფერში. ჩვენ ყველა, ჩვენ თანამოქალაქე, მათ შორის მეც და ყველა ჩემი თანაგუნდელი ვართ ვალდებული ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ მაქსიმუმ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის და არ გვაქვს უფლება, რომ თუ გინდათ ერთი თეთრიც მოვიპაროთ ბიუჯეტიდან, მოვიპაროთ ჩვენ ოჯახს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ოჯახი და აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა, ვწუხარ ამნაირ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამე შემიძლია კიდევ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია ქართული ოცნება მაქსიმალურს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის და აკეთებს კიდევაც დღემდე 2012 წლიდან ყველაფერს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი იყოს ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში და რაც შეიძლება წინ წავიდეს ჩვენი ქვეყანა. ვინც ამას ხელს შეუშლის, ეს იქნება ჩვენი თანაგუნდელი. თუ არა ჩვენი თანაგუნდელი და სხვა გუნდის წევრი არ აქვს ამას მნიშვნელობა, აბსოლუტურად ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.